ანუ ადამიანს კლავთ, მე ვაჩერებდი გულს, ანუ ვაფხიზლებთ და ვეუბნებით, რომ ეხლა იმყოფებით პოსტოპერაციულ პალატაში. იმიტომ რომ არც ერთი ექიმი ტვინს არ ასვენებს. კაცრი ხარ? ძალიან. კლავდი ადამიანს და მე ეს ადამიანი გამომყავდა კომიდან, ანუ ვაცოცხლებდი, ხო? მე ვფიქრობ, თუნდაც ფილმის დროს. მე ვფიქრობ, რომ ძლიერი მამაკაცი ყოველთვის ტვინის. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, პირველი სამედიცინო პოდკასტიდან და ძალიან მიხარია, რომ დღეს უნდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ქეთი არაბიძე, ანესთეზიოლოგი და პროფესორი. გამარჯობა ქალბატონო ქეთი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოგბრძანდით, რომ დაგვითმეთ. დღეს თქვენი მასპინძელი იქნება ხატია ფარცვანია, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი for Hospitals's და მე და დავითი, რა თქმა უნდა, წარმოვიდგებით ტრადიციულად პოდკასტს და პირველ ტრადიციულ კითხვასაც დაგისვამთ. ესე ვიწყებთ ყოველთვის, რომ აი როგორ შედგით ამ სფეროში ფეხი, რატომ გადაწყვეტეთ, რომ ექიმი გამხდარიყავით და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რომ მოგვიყვეთ. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის და ძალიან დიდი წარმატება მინდა ვუსურვო თქვენს გუნდს. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ და ჩემ მხრიდან გისურვებთ ჯანსაღ კონკურენციას. რაც შეეხება ჩემს სამედიცინო სფეროში მოხვედრას, იცით როგორ არის, მე გავიზარდე ექიმების ოჯახში. ოღონდ აბსოლუტურად ყველა ჩემს ოჯახში, ყველა ექიმი მეხვეწებოდა, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო, მე ექიმი არ უნდა, იმიტომ რომ ყველას ვეცოდებოდი ამისთვის. მე რა თქმა უნდა ვერ ვიგებდი, რატომ ვეცოდებოდი. მაგრამ ჩემთვის ზოგადად ანუ ვერ წარმომედგინა სხვა სფერო თუ არსებობდა ამ ცხოვრებაში. იმიტომ რომ დედა და მამა როდესაც მორიგეობდნენ, მივყავდი ხოლმე ხშირად საოპერაციოში. ანუ ჩემთვის ეს სუნი არის, აი როგორ გითხრათ, სახლში ჩემთვის ეს სუნი ასოცირებული არის ოჯახის სუნთან და რაღაც ძალიან ახლოს არის და ვერ წარმომედგინა უბრალოდ ჩემი თავი ვერსად. ერთადერთი სადაც წარმომედგინა ეს იყო სცენა. და მაშინ მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი, ცეკვავდი რაღაც, ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, ბალეტი და მაგრამ მე რო წარმოვიდგინე სცენა, რაღაცა ეს რომ მეთქვა, რომ ეს იქნებოდა ჩემი პროფესია, ხა თქვენ ხო ხდებით? მაშინ ეს რომ მეთქვა, რომ პროფესია, ნუ იქ თავში შემოიკრავდნენ ხელს და შესაბამისად, ანუ გადავწყვიტე, რომ სამედიცინოში ჩამებარებინა და ჩავაბარე. და თუ ეს ახლა ცოტა სხვანაირი შემთხვევა, კი სამედიცინო ოჯახიდან არის. მაგრამ კი არ დაუძალებიათ თვითონ მეიღო. სხვა შორის დღეს მე ჩემშულს ურჩევ, რომ გახდეს მსახიობი. ელენეს ურჩევ. რამდენად ითვალისწინებს? აი, ნუ რაღაც თეატრზე დადის მონაწილეობს სპექტაკლში. ნახოთ. ისი არ შევანი. დიდი წარმატება. ნახოთ. ძალიან კარგი გაზრდა. ძალიან კარგი. შვენიერი. და რა არის ის თვისებები, რაც უნდა კონდეს ანესთეზიოლოგს თქვენი აზრით? ზოგადად ალბათ ექიმს ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ვერ გამოვყოფ ეს ანესთეზიოლოგს ექიმი, ან როგორ გითხრათ, ექიმი უპირველეს ყოვლისა ჯერ ყველა ადამიანი არის ადამიანი და მე რამე პროფესიას ირჩევს, მაგრამ ნუ ალბათ დიდი ემპათია უნდა კონდეს და უნდა უყვარდეს ადამიანები, და მოსმენა უნდა შეეძლოს, იმიტომ რომ იცით რა, თუ არ გიყვარს ადამიანი, ანუ ძალიან რთულია რომ შეგაჩენაზე იზრუნო და ყველაზე მთავარი ალბათ რაც გშველის შენ პროფესიაში, როდესაც იღლები, როდესაც უკვე რესურსი გეწურება, როდესაც უკვე ყველაფერი მთავრდება, გეტირება, ანუ მე ყველა ექიმს ურჩევ, მე ჩემ თავს ესე ვკურნალობ ხოლმე, ყოველთვის წარმოვიდგენ, ასაკობრივად გააჩნია, რომელი პაციენტი მიწევს, თუ არის ეს პაციენტი დედაჩემის ტოლი, თუ მამაჩემის, თუ ჩემი შვილის, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ანუ არ დაგეზაროს, გულით გააკეთებ, იმიტომ რომ ყოველას უდგება ეს არ არსებობს ეს მომენტი, როდესაც უკვე დილის 6 საათია და შენ 3 დღე ხარ კლინიკაში, უკვე რაღაც ძალიან რთულია ემოციების მართვაც სამოდროულად და ყოველთვის აი მართლა მქონია ეს მომენტი, რომ მithქვამს ჩემი თავისთვის, რომ წარმოიდგინე, რომ მამა შენია. და აი დამთავრებულა იქ ყველაფერი. იცით რა, ვფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა თვით მოტივაცია მივცეთ ჩვენ თავს. ჩვენ არავინ არ მოგცემს ამ მოტივაციას, რასაც ჩვენ თავს მივცემთ. კეთი, რა არის ანესთეზიის დროს უმთავრესი და უფრო შეიძლება რთული კითხვა, მაგრამ
ტექნიკა თუ გამოცდილება და ცოდნა პროფესიონალიზმი? რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, ეხა ეს არ განიხილება. იცით როგორ არის, ანუ ახალბედა ადამიანი ასეთ პროფესიაში, ნებისმიერ პროფესიაში ზოგადად, მაგრამ მით უმეტეს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ მე ვთვლი, რომ უნდა იყოს ორი ადამიანი, ერთი ძალიან გამოცდილი და თქვათ, ანუ შეიძლება იყოს ახალბედა ექიმი. იმიტომ რომ არის რაღაცა მომენტები, სადაც უბრალოდ შეიძლება ახალბედა ადამიანი შეეშინდეს, ხო? ეს თვითმფრინავის მართვას ხომ არ გავს? აი პილოტები რო არის. ზუსტად მე მოხსენებას ხონდა გაკეთებული ჩემს სფეროში ზუსტად ესეთი, აი ზუსტად არის აფრენა, ინდუქცია, ასე ვთქვათ. ანუ მეითენეს შემანარჩუნებელი ხო არის მე არა ვარ ექიმი პროფესიით და ეს არის უკვე როდესაც ავა თვითმფრინავი კი ბატონო და დაშვება და დაშვება მაგრამ იცით რა არის ვერ გამოყოფ ესე ყველაფერი მნიშვნელოვანია და რატომ ანუ ჩვენ რა არის ანესთეზია ეხლა რაღაც ისეთი თქვენ გაქვთ ისეთი ფორმატი ხო ადამიანებისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია როდესაც ველაპარაკები მე პაციენტს არასდროს არ ველაპარაკები ტერმინოლოგიით იმიტომ რომ მან უნდა გაიგოს ანუ ტერმინოლოგიით არ საუბრობთ რომ მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ეს ინფორმაცია ხო შესაბამისად ანუ როდესაც პაციენტის თავთან გახარ რას ვაკეთებთ ჩვენ ადამიანის შეყოს ეხა მე ღმერთმა დამიფაროს არ შევადრი ჩემ თავს ღმერთს მაგრამ ადამიანი შეყავს კომაში ანუ ადამიანს კლავთ მე ვაჩერებდი გულს ანუ გულის გადანერგვებზე როდესაც ვიდექი გულს ვაჩერებდი ხდებით ანუ კლავდი ადამიანს და მე ეს ადამიანი გამომყავდა კომიდან ანუ ვაცოცხლებდი ხო ანუ ყველა სფერო აბსოლუტურად ტვინი, გული, ღვიძლი, ყველა ორგანო იყო ჩემს ხელში. ანუ თქვენ ხვდებით რამხელა რაღაც არის, როდესაც ეს გიჭირავს და როდესაც უკან გელოდება მთელი სანათესაო, რომ და შენ რომ წარმოედგინეთ ეს რამხელა სტრესია, მაგრამ ამ სტრესზე მაგ დროს არ ფიქრობ. ამ დროს ხარ ჩართული, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენ ადამიანს კლავთ და მე ვაცოცხლებთ. აი ძალიან მარტივად რო ვთქვა, ძალიან გასაგებად რო ვთქვა, კომაში შეყვავს და გამოყვავს. და ეს შეყვანა და გამოყვანა, მოკლა და გაცოცხლება ისე უნდა მოხდეს და ეს ცოდნა, ანუ პროფესიონალიზმი, იმიტომ სჭირდება ამას, რომ ეს ფიზიოლოგიური მომენტები არ დაგვავიწყდეს, რომ ის წნევებია თუ გულისცემებია სწორად მართოთ, რომ უბრალოდ კი არ გამოვიყვანოთ, სრულ ჭკუაზე გამოვიყვანოთ პაციენტი, გავაღვიძოთ და მე ალბათ თვითონ პაციენტს არ ქონდეს იმის თავისთავად დღეს 21 საუკუნეა და პირველი რას უყურებთ, ან ბავშვი როდესაც მოდის ანუ ბავშვს ვეთამაშებთ, ხო, ფსიქოემოციური მდგომარეობა, ანუ დღეს აღარ განიხილება, რომ ანუ პაციენტის დაცულობა უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს არც განიხილება, ალბათ ნორმალურ ჰოსპიტალში. აქ არის უკვე ის, რომ აუცილებლად ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობაზე ვზრუნავთ, რომ მას შემდეგ მოუნდეს მოსვლა, ხა როგორ შეიძლება საოპერაციოში მოგინდეს მოსვლა, მაგრამ თუ კი დაგჭირდება, ეს შენთვის არ იყოს ძალიან ტრავმული, ასევე ბავშვების მიმართ, ხო? ანუ შეყვავს თამაშით, ანუ დედა ბოლო წუთამდე თავთან უდგას, გაიღვიძებს დედა ხდება, ხო? იმიტომ რომ ეს ამ ბავშვისთვის არ უნდა იყოს ტრავმული, შემდეგში რომ დაჭირდება, რომ მოვიდეს სიცილით, რომ არაფერი არ მოხდა. ანუ ცდილობთ, რომ უკვე გადავიყვანოთ სხვა განზომილებაში. კეთი ერთი სული მქონდა, როდის გვეყოლებოდა ანესთეზიოლოგის სტუმრად, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემი პირადად მე რაც გადამხდა, იმის შესახებ ვისაუბროთ. კარგი იყო თათა? არა, ძალიან იყო და ანუ უბრალოდ ეხლა რომ გკითხო რა შენი აზრი მაინტერესებს ამ ყველაფერზე რომ ორჯერ მაქვს მოკლედ ორჯერ დამჭირდა ანესთეზიოლოგის დახმარება იმიტომ რომ ორჯერ გავიკეთე ოპერაცია და აი როგორ შენახწერ ზუსტად პირველი ოპერაციის დროს დავიძინე და გავიღვიძე და საერთოდ არანაირი დისკომფორტი არ მქონია და ვერც გავიგე საერთოდ რა მოხდა მაგრამ მეორე ოპერაცია იყო გადაუდებელი, სადაც მახსოვს, რომ საოპერაციო მაგიდაზე რომ დამაწვინეს და დაიწყო ეს მოკლედ პროცესი, შეშვება, არ ვიცი, ახლა მეც ტერმინები, რა თქმა უნდა, ვიგრძენი, როგორ შედიოდა აქედან უკვე უმოძრაობა და სრული უსუსურობა ჩემს ორგანიზმში და უკვე ხვდებოდი, როგორ გამიჩერდა ფილტვები, ვეღარ სუნთქავდი ხელოვნურად მას სუნთქავდნენ და დავიწყეთ ოპერაციაზე, ამბობენ და ყველაფერი მესმოდა. და ვცდილობდი რომ თითი მაინც გამამოძრავებინა რომ ექიმისთვის იმის კი არ მეშინოდა რომ მეტკინებოდა უბრალოდ იმდენად უსუსურ მდგომარეობაში ვიყავი რომ საშინლად ვიგრძენი თავი იმიტომ რომ მივხვდი რომ მარტო ტვინი მუშაობს და დანარჩენი არ არის ცოცხალი ჩემი ორგანიზმი იმიტომ რომ არც ერთი ორგანო არ მიმუშავებს მივხვდი რა ყველაფერს ძალით მიმუშავებენ და ანუ მე რო გამოვედი ამ ანესთეზიიდან მე კი გავუზიარა ეს ყველაფერი ექიმს მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ ოღონდ ერთი ალბათ
15 წლის წინ სავარაუდოდ ამ დროინდელ ამბობს გიყვებით და ძალიან ცუდი რეაქცია. რა იყო იქიმის პასუხი? აი, მაინტერესებს. მოდი მაგას ან გაზიარება როგორ მოხდა და არ ვიტყვი. არ მოყვები. ანუ თვალები გქონდა. არა, თვალები და ხული მქონდა. ეძინა, მაგდროს უბრალოდ ანუ მისმოდა ხმა რომ დავიწყეთო, გაჭრის ხმაც გავიგე ყველაფერი, ოღონდ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, ნამდვილად ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა. სანამ დამაძინებდნენ ანეკდოტებს მიყვებოდნენ, მართობდნენ და ის ანეკდოტების მოყოლა კიდე გააგრძელეს ოპერაციის დროს და მახსოვს რომ ხა ამ ანეკდოტებს კი უსმენ, მაგრამ არ მეცინობ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვგრძნობ. აი ამ შემთხვევაში, აი თუ არის ესეთი შემთხვევები დღესაც, ნუ ეს შემთხვევები ზოგადად აღწერილი არის ლიტერატურაში, ეს ყოველთვის არის და იქნება და მიმართული არის ეს ყველაფერი იმისკენ, რომ არ იყოს, ევერნესი ქვია ამას. თუმცა გეტყვით, რომ ხა ბევრი მის არსებობს ზოგადად ემოციურად, როგორი ემოციური ფონით შედის. ხა ჩვენ თუ ვკითხავთ მაგალითად ორ სულს, რომელიც საკეისროზე მოდის, იმიტომ რომ ყველა დეპარტამენტში მაქვს ნამუშევარი, აბსოლუტურად სხვა ემოციები აქვს, იმიტომ რომ ის ელოდება ახალ სიცოცხლეს, ის ელოდება ბაურს, იმას საერთოდ სხვა ემოცია აქვს, ცუდად ახსოვს ნარკოზი, იმიტომ რომ საერთოდ არ უნდა რომ ამაზე იფიქროს, მის ქვეცნობიერს ის სხვა რამისთვის მოდის. ადამიანი, როდესაც მოდის სხვადასხვა ოპერაციაზე, სხვადასხვა ემოციური ფონით მოდის, კი ეს. როდესაც გადაუდებელია, ეს საერთოდ სხვა არის. ევერნესი ზოგადად ძალიან ხშირია უფრო კარდიოქირურგიაში პროცენტულად, იმიტომ რომ იქ საერთოდ სხვანაირად ხდება თვითონ ანესთეზია და ყველა მაგრამ ზოგადად ანესთეზია არის სამი ეტაპისგან შედგება, ეს არის ჰიპნოზი, ანალგეზია და რელაქსაცია. ანუ ჩვენ იმიტომ იცით როგორ არის, ანუ ჩვენ ვიწყებთ ანესთეზიას ჰიპნოზით, მერე ანალგეზით და ბოლოს რელაქსაციით, ხო? ანუ ადამიანს ჯერ უნდა ეძინოს, კარგად ჩაეძინოს, მაგრამ მე შემდეგ არ ტკიოდეს და ბოლოს რელაქსაცია, ხო? ანუ ესეთი, ანუ შეიძლება ყველაფერი გააკეთოს ექიმმა, მაგრამ პროცენტულად ეს მაინც აღწერილი არის, ვერ ვიტყვი, რომ ანუ ხშირი არ არის ნამდვილად, ეს რა თქმა უნდა დაყრდნობით ხდება რაღაც ფაქტებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროცენტულად მიუხედავად 21 საუკუნისა, მიუხედავად ჩვენი მედიკამენტებისა, ანუ მაინც არის და იქნება ალბათ პროცენტულად, თუმცა თქვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გაქვთ ამ შემთხვევაში და ვიცი რომ ეხა ძალიან ცუდ სტრესთან და ყოველთვის გექნება სტრესი, თუმცა ანუ როგორ გითხრათ ეხა სპორტული ინტერესი რაღაც, მაგრამ ანუ არასდროს არ თქვათ მაინც ეს არ ნიშნავს რომ შემდეგში კიდევ იგივენაირად იქნება. პირველი ანესთეზიის დროს არ მქონია იგივე. ტკივილს ვერ გრძნობდი. არა, ტკივილს ვერ იგრძნობდა, მხოლოდ ემახსოვრებოდა. ანუ ვერ აღწერს, ანუ ვიცი რა გრძნობაც ექნებოდა, ანუ მხოლოდ ემახსოვრებოდა და უსუსურობის შეგრძნება, რომ ანუ მესმის ხედავ, მაგრამ მიშველებს, მაგრამ ძალიან ცუდია მიჯერა. ეს იცით რა ხელა სტრესია ზოგადად, ამას მკურნალობენ თვეები და წლები შემდგომ. ძალიან საშიშია ეს ბავშვებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ზრდასრულები ვართ, ან ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ემოციები სხვანაირად მართოთ, ხო? მაგრამ ბავშვებში ეს ძალიან რთულია. შესაბამისად ძალიან ვფრთხილობ, როდესაც ბავშვებთან გვაქვს საქმე, საერთოდ სხვა კონტინგენტია ბავშვი, ხო? ანუ უფროსებთან კიდევ უფრო რთულია, ვთქვათ, რაღაც მხრივ, მაგრამ მაინც დაძლევადია, იმიტომ რომ თქვათ ფსიქოლოგთან მივხვდით, შეიგნებთ, რომ ანუ მოხდა და მეორედ გაქვთ უფლება, რომ ისევ გაიკეთოთ ანესთეზია და იყოთ დარწმუნებული, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება. ზოგადად ადამიანი იმედით ცხოთვა. სულ არ მოხდა ამ შემთხვევაში დაძინება პაციენტის, ანუ ვერ მოხდა. არა, ზოგადად ლიტერატურულად აღწერილი არის, მაგრამ ნახეთ როგორ არის, თუ კი ნახეთ ჩვენ რო ვაძინებთ პაციენტს, ჯერ ჰიპნოზი, ხო? ანუ ჰიპნოზი, ან ესეთ მედიკამენტი შეყავს, ანუ ჰიპნოზი, შემდეგ ანალგეზია, რომ არ ეტკინოს არაფერი და ბოლოს რელაქსაცია, ხო? ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, პირიქით მოხდეს წამლის შეყვანა, პირობითად ეს არ ნიშნავს შეცდომას, ან ვთქვათ, ყველა ამბობს, რომ რაღაცა ექიმო ძალიან ხშირად გამიგია, რომ მეტი მოუვიდათ, ან ნაკლები მოუვიდათ, მე ჯერ ჩარჩენილი პაციენტი ანესთეზიაში არ მინახავს. ანუ ვერ გეტყვით, ანუ თუ არ გაუკეთეთ პაციენტს მედიკამენტი, იმიტომ ვდგავართ თავთან და იმიტომ ვაკვირდებით 24 საათი და მონიტორი იმიტომ გვაქვს, რომ ზუსტად იმდენი დავამატოთ და დავამატოთ, იმიტომ რომ არ არის ეს რაღაცა პანაცეა, ანუ როგორ უნდა დავამატოთ. ანუ ყველაფერი არის მართვასთან აბსოლუტურად ზოგადად დაკავშირებით. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც თქვათ არასწორად იყო მართული. თუმცა შეიძლება ეს ის პროცენტობა იყო, რომელიც თქვათ არის აღწერილი ლიტერატურაში და ანუ მოხდა ესე რაღაცა ჯვარი ქონდათ დასმული და ანუ ეს უნდა ყოფილიყო. თუმცა მაგის შემდეგ ანუ სტომატოლოგთანაც კი მირჩევნია, რომ
არანაირად, ანუ ყველას ურჩევ 21 საუკუნე დღეს და არანაირი ტკივილი არ უნდა იგრძნოს ადამიანმა. და დღეს არის ამისი საშუალება, რომ არ ვატკინოთ ბავშვებს, არ ვატკინოთ საკუთარ თავს და ყველაფერი გავიკეთოთ ანესთეზიით. რაც მოწოდებულია, ეხლა მე არ ვამბობ რაღაცა, ვთქვათ, კორექციები და რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაინც იცით რა არის, არ ღირს ამაზე ფიქრი და არ ღირს, ვთქვათ, საკუთარ შვილს არ მოუყვეთ ასეთი რამ თქვენი გამოცდილება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს არ ეშინოდეს, იმიტომ რომ არ უნდა ტკიოდეს. ტკივილი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ვთქვათ, ანესთეზია. ეხლა დღეს ნორმალურ პირობებში და დაცულ პირობებში აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ზოგადი ანესთეზია. მე პირადად ანესთეზიოლოგი ვარ და მე თვითონ, როდესაც რამე მჭირდება, ხო? ანუ იყო ეს დროც, რომ თქვათ არ გამიკეთებია რაღაცაზე, თქვათ, მაგრამ მე ყოველთვის ნარკოსს ვირჩევ. იმიტომ რომ დაცულად გრძნობ თავს და ვიცი, რომ უბრალოდ ამისთვის საჭირო პირობებია და საჭირო ჰოსპიტალის, ხო? ანუ ეს მნიშვნელოვანია. ანესთეზიის გარშე ოპერაციის გავიკეთებს ხოლმე. არა, არც არანაირი პროცედურა, რომლებიც არა, პროცედურები, რომლებიც კეთდება. ანუ ყველაზე რთული შემთხვევა რა გახსენდებათ? თუ ალბათ გქონდათ, რომ ისეთი ან ცოტა გართულება ან სასიცოცხლო პარამეტრების დარღვევა და ამის მართვა როგორ მომხდარა, თუ შეიძლება ამაზე საუბარი არ ვიცი. არა, საუბარი როგორ არ შეიძლება, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობა დაცულია. ზოგადად ეს ძალიან ხშირად მომხდარა. მე ყავდა პაცი, იცით როგორ არის, რეალურად ანუ სიკვდილიანობა ამის გამო არ მქონია ღმერთის წყალობით, მადლობა, იმიტომ რომ ეს ძალიან თრგუნავს ექიმს და ვერ წარმომიდგენია, რომ ანუ ჩემი შეცდომის გამო რომ რამე მოხდეს, ალბათ დავტოვებ ამ პროფესიას, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან როგორ გითხრათ, ჩემი ცხოვრების 80% არის მედიცინა და შესაბამისად, ანუ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ამიტომაც მსმენია, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი უმაღლესი კლასის ხო, აი მასაგებრეთ ჩემთვის ცხოვრება. არა ერთი ადამიანის. ანუ 18 წლიდან არც მეგობარი არსებობს ჩემთვის არაფერი. როგორ არ არსებობს, მაგრამ იციან რომ არ მცალია უბრალოდ მე ვერ წავალ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვირჩევდი პროფესიას. ანუ ამ 20%-ში არის მოქცეული ოჯახი და ყველა დანარჩენი ზოგადად, ანუ 80% და მაგრამ სიკვდილიანობაც მქონია და რთული პაციენტებიც, რა თქმა უნდა, რაც ალბათ რა ვიცი, ჩემი ცხოვრების 10 წელი წაუღიათ. მაგრამ იცით რა არის? ანუ ეს არის ის გართულება, რაც ხდება, რასაც არ მქონია ასეთი გართულება, რომ თქვათ მე რამეს არ მოველოდი, იმიტომ რომ ნახეთ, პაციენტი, ანუ ექიმის გამარჯვება რა არის? კარგად გამოკითხული პაციენტი, შენი გამარჯვების 99%-ია. თუ ჩვენ კარგად ვეკითხებით პაციენტს, მე არ მქონია, რომ რაღაცა უცბად წარმოიშვა, მოულოდნელი არ, მე ველოდებოდი ამას, მე პაციენტის თვისაც ახსნილი მქონდა და პაციენტის პატრონისთვისაც, რომ ჩვენ ველოდებით ამას და ღმერთმა ქნას რომ თქვათ არ გაგვირთულდეს. ანუ არ მქონია ესეთი როგორ გითხრათ, ერთადერთხელ მქონდა მაშინ არ საზღვარგარეთ, როდესაც მუშაობდი, ჩემი fellowship-ი, ასე ვთქვათ, ბავშვთა გულში მოხს გაკეთებდი და 2.5 კილო ბავშვი იყო, მახსოვს, აი იქ მოხდა არაორდი მწლის იყო ახალშობილი და ანუ გამოკვლეული არ იყო ეს emergency case-ი ქონდა. ვერ გამოგიხე და ვერ დედა, იმიტომ რომ და ამიტომ იქ ცოტა რთული საჰაერო გზები შეიქმნა, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ყველაფერი კარგად დამთავრდა, აი ეს ერთადერთი იყო, სადაც მქონდა ის რომ ვაი ეს რა მოხდა დანარჩენი რომ გითხრათ რომ რამე არაორდინალური ესეთი რამე არ მოველოდი არ მქონია. კეთი ამბობენ ხოლმე ანესთეზიოლოგები გამიგია რომ აი ოპერაციის შემდეგ პაციენტს არ ვახსოვარ საერთოდ ანუ რადგან უკვე რო შეყავთ არ აქცევენ ყურადღებას ახლა მე მაგალითად საკეისრო გავიკეთე ეს ანესთეზიოლოგი დამამახსოვრდა სპეციალურად იმიტომ რომ ეს სხვებისგანადგან გაგებული მქონდა რომ მე კი დავიმახსოვრო ეს ადამიანი რომ მე მადლობა გადავუხადო ხო ელემენტარული ამბობენ ხოლმე ცოტა ისე ვართ ანუ ქირურგიას სამშობიარო ბუქში რომელი ანესთეზია არა თავზე მედგა არა იგივეს ვიტყვი მეც მაგრამ ნახეთ რატომ ანუ ჩვენ გვაქვს პაციენტებთან წვდომა როგორ პაციენტი რომ მოდის თქვათ თუ ნახეთ ესეთი მექანიზმია თუ ერთ ქირურგზე არ ხარ მიბმული ასე ვთქვათ იმიტომ რომ თუ ერთ ქირურგთან არ მუშაობ ხოლოდ მაშინ როტაციული სისტემა გაქვს ხო ანუ ხან მე ვარ ხან მე მიწევს პაციენტის გასინჯვა ხან თქვენ გიწევთ ხან შესაბამისად ანუ შეიძლება მე პაციენტი რომელიც გავსინჯე ანუ არ მომიწიოს მისი დაძინება ხო ანუ ესეთი სიტუაცია კარგით გავსინჯე პაციენტი მე როდესაც საოპერაციო ბლოკში ამოდის რა თქმა უნდა ვესალმები ვეუბნები რომ ან ახალი ვარ ან იგივე ვარ მიცნო რომ ვთქვათ როდესაც გავსინჯე და პოსტოპერაციულ პალატაში ზუსტადაც ეს არის. იცით რა, თან მიხარია ხოლმე რომ არ მახსოვარ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ შენ წარმატებით დაასრულე შენი საქმე. შენ პაციენტს იცით რა უნდა ახსოვდეს.
რომ კარგად გაიღვიძა და საერთოდ არაფერი არ ახსოვდა პალატაში ისე გაიღვიძა. ამ დროს პალატაში კი არ იღვიძეს, პოსტოპერაციაში 2 საათი არის, მელაპარაკება მთელ თავისი ცხოვრებას, აბსოლუტურად მე ვარ ბედნიერი რომ ჩავიყვანეთ პალატაში და მას ახსოვს რომ პალატაში გავიღვიძე იქსა. ანუ მე გამარჯვებულად ვთვლი მაგ დროს თავს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ეგოიზმი ალბათ ყველაში არსებობს, რომ მეც მინდა ვახსოვდე პაციენტს, მაგრამ ოღონდ ის იყოს კარგად და ნუ ვემახსოვრები. დამერწმუნეთ რომ აი ოღონდ კარგად იყოს და ნუ ვემახსოვრები. მან სახალისო ისტორიებს თუ ყვებიან. აუ ძალიან ბევრს, მაგრამ აი ის მითებია. ხო იცით რომ ამბობენ რომ აი მოყვა მთელი თავისი ცხოვრება, ეს დაუშვებელია, კონფიდენციალურობა იმდენად მაღალ დონეზეა, ჯერ ექიმი როდესაც ხარ და პაციენტს ყვებიან ხოლმე მართლაც რაღაცა. ყვებიან, მაგრამ არაადეკვატურად, ან ისე შენ როდესაც ხედავ რომ პაციენტი ყვება ისეთ მომენტს თავის ცხოვრებისას, როგორიც შეიძლება იყოს ძალიან ინტიმური მისთვის, ხო? შენ იმიტომ ხარ ექიმი, რომ გააჩერო, ან თუნდაც დააძინო. მე გამიკეთებია შეიძლება ეგეთი რამ, იმიტომ რომ ქონიათ მოთხოვნილება რომ მოეყოლათ, იმიტომ რომ ანესთეზია როგორ გითხართ. როდესაც ჩვენ ვიცით, ხო, ანუ ბევრი ადამიანი მომხმარებელი რისთვის არსებობს ზოგადად, ხო? ანუ იმიტომ რომ ამ დროს ხარ ამ ჩატებულ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, და გინდა რომ რაღაცა მოყვე, რაღაცა გააკეთო, ვიღაცას ხო. ამიტომ რა არის, ზოგ ადამიანს ქვეცნობიერად აქვს ეს თავშეკავების მომენტი პირობითად და ვთქვათ, არ ვიღაცას უნდა მაგრამ ის ვერ ხდება ამ დროს, რომ ეს არ არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, ან ჩვენ ხო ჰიპოკრატესთან ფიცი გვაქვს დადებული. ან ვაძინებთ პაციენტს, ან როდესაც გაიღვიძა, ვაფხიზლებთ და ვეუბნებით, რომ ეხლა იმყოფებით პოსტოპერაციულ პალატაში და არა ვთქვათ, იქ სადაც შეგიძლიათ ეს ყველაფერი მოყვეთ. ანუ ეს არის მითი, რომ რაღაცა ისეთი წამალი გავუკეთეს, რომ მე რო ყვებიან ხოლმე, ხო იცით, რომ აი ესეთი რაღაცა არ მოყვე ხა იქ რაღაცა, ნუ რავის ნუ შეეშინდება, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის ექიმის მხრიდან ძალიან დიდი დანაშაული და ძალიან ცუდი საქციელი, ანუ გმობ ესეთ საქციელს. როდესაც შეიძლება ადამიანის გრძნობებზე აი ესე ითამაშო და მოусმინო და იცინო. და ქმედება რამე სასაცილო თუ გაუკეთებიათ. ძალიან ბევრს, კი, ძალიან ბევრს გაუკეთებიათ. აი რა ვიცი, იცით როგორ არის, ძირითადად ზოგს გონია, რომ აი წამოდგება გაიქცევა, თქვა, რაღაცა, ნუ ისტორიები შესაბამს, ან იხსენებენ როგორ ისტორიებს, იცით, თქვა, რაღაცა, აი სკოლის, აი გავიპარეთ, ან ხო, რა. ან წამოშატალოზე წავიდეთ. კი, ეგეთი რაღაცა. ბავშვობაში გადადიან. კი, გადადე სასიამოვნოც, ანუ კარგი ემოციები აქვს მაგ დროს და სასიამოვნოა და ნუ ბევრი მაგრამ კურიოზი უფრო ისეთია ხოლმე, რომ ანუ აქ მოსაყოლი მაინც არ არის, იმიტომ რომ დავიცამო. კეთი, ანესთეზიის ისტორია რითი იწყება? ანუ პირველი ანესთეზიის, ასე ვთქვათ, ევიდენსები, ანუ რა ქვია. პირველი ანესთეზია ან ჩატარდა ლონდონში, ხო? ანუ მაშინ სურათიც კი არის მოწოდებული, როდესაც ხალხი არის გამოწყობილი, ზოგადად ფრაკებში, იქ რაღაც სმოკინგებში და ასე შემდეგ. და პირველი იყო სტომატოლოგი. ანუ სტომატოლოგიურ და ყვასახის ოპერაცია კეთდებოდა, ასე ვთქვათ, ხო? ყვასახის ოპერაცია კეთდებოდა და ამ დროს მაშინ იყო ეთერი, ხო? ანუ და ამით დაიწყეს, ხო? ანუ ჩვენთან ახლა რა თქმა უნდა რა დაცულობაზე ელაპარაკი. უბრალოდ გათიშეს ადამიანი, მაგრამ იმ დროს იმდენი სიკვდილიანობა იყო. მაგრამ ამას ახლა რა თქმა უნდა ახლა არნაირ აღრიცხვიანობა ვიღაცა გადარჩებოდა, ვთქვათ, ასპირაცია არ გაემართებოდა და აი ანესთეზია და მე პირველად გააკეთა სტომატოლოგმა ეს, რომ გათიშა პაციენტი, რომ ძალიან მტკივნეული იყო და ანუ შეიკრიბნენ მაშინ იქ აუდიტორია იყო, არანაირ სტერილობაზე ლაპარაკი საერთოდ და არ არსებობდა, ხო, ანუ ეს იყო პირველი და მე უკვე განვითარდა ეთერი და მე სხვადასხვა. ხო, ეს კლასიკური და მე მაგ ნანახი ფილმი მაგალითად ავიცენაზე, სადაც ძველ ეგვიპტეში სპეციალურ რაღაცას ასმებდნენ ან აჭრებდნენ. კი, ანუ ვიცით როგორ არის ზოგადად. სედაციას იწვევდა, ანუ მოდუნებას. სედაციას, ანუ ჰომეოპათიური ეხლაც ჰომეოპათიური მე ძალიან ჯერა ზოგადად ესეთი, ანუ აი ეს სუროს ნაყენი, თქვათ რაღაც ხველის დროს, რომ ან ბავშვებს თქვათ ჩვენ როდესაც ვაძლევთ რაღაცას, ხო, ან არა მედიკამენტოზორს, ხო, ეს ხო შველის, ან ადრე მეფეებს რითი კლავდნენ, ხო, ერთი წვეთით კლავდნენ მეფეებს, იმიტომ რომ იცოდნენ მაშინ რა ნაზავი უნდა გაეკეთეთ და რამდენი წვეთი უნდა ჩაესხათ, რომ მომკვდარიყო ადამიანი. ანალოგიურად შეეძლოთ გამოეწვიათ, ხო, ეს ყველაფერი ზოგადად, ანუ მედიკამენტი რა არის? ყველაფერი სინთეზურია, ხო? წამოღებული არის აბსოლუტურად რაღაცა სცენარისგან და მე ეს უბრალოდ განვითარება მოხდა ამის. ანუ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ გარედან, რაც არ გვაქვს შიგნით, ხო? ანუ ჩვენ რაც არ გვაქვს ორგანიზმში, ისეც გარეთ ვერ გამოვიგონებთ. ანუ ის აუცილებლად იმას მოვიხმართ ჩვენ და მე უბრალოდ სხვა განზომილებაში გადაგვყავს და ნუ მე ეხა ქარხნები და დღეს როგორც ხდება უკვე.
ყველაზე დიდხნიანი ანესთეზია 24 საათი. კი, 24 საათიანი ანესთეზია. ყველაზე მოკლეც, ეგეც მაინტერესებს. ყველაზე მოკლე 1 წუთიანიც ქონია. 1 წუთიანი ქონია, აი როგორ იცით, აი თქვათ, აი იგივეს დავუბრუნდები ბავშვებს, როდესაც მოდის ბავშვი გადახვევაზე. ანუ ეს არ არის ოპერაცია, მაგრამ ბავშვი არის 2 წლის. ბავშვი ნერვიულია. არ უნდა ეთკინოს. არ უნდა ეთკინოს და ცუდად არ უნდა ახსოვდეს, იმიტომ რომ ვუღებთ ნაკერს. თქვათ, ან რაღაცა გადახვევა მტკივნეული, ბავშვმა დაიწვა კიდური. და გადახვევა სჭირდება, ეს ტკივნეულია, მეგობრებო. ხო, ან ჩვენ ხონდა შევიდეთ ამ იგივენაირად ვამზადებს და 1 წუთი უნდა ვაძინებთ ამ ბავშვს, გადაუხვევენ და მორჩა. ანუ აღარ ახსოვს, ბავშვს ცუდად აღარ ახსოვს. 24 საათი თუ 24 საათი არა, რეკონსტრუქციებს, დიდ რეკონსტრუქციებს, როდესაც ვიდა, ანუ ვიცით როგორ არის, აი მაგალითად, როდესაც არის რაღაცა ანომალიები, ძვლის გადანერგვები, როდესაც ნაფლეთს ვიღებთ და გადაგვაქვს სხვადასხვა ადგილებზე, იმიტომ რომ არ გეგონოთ გულის გადანერგვა 10-15 საათი მაქსიმუმია პირობითად. შეიძლება უფრო ნაკლებ დროში წან. აი დიდი რეკონსტრუქციები 24 საათიანი ოპერაცია. ყველაზე დიდი ოპერაცია რაც თქვენ 24 საათიანი იყო. არა, 72 საათიანზე. ხო, ბოდიში 24 საათიანი რეკონსტრუქცია და მეორე, ანუ თითი, სამი თითის რეკონსტრუქცია იყო 72 საათი. ანუ 3 თითი მხოლოდ. ნეიროქირურგია იყო. არა, იცით როგორ არის რაღაც ინციდენტი იყო მოტოციკლზე, იმის მერე მე ზიზღება სხვათა შორის ჩემეული შეხედულება მაქვს, რაღაც მოტოციკლზე ძალიან ცუდი. აი 3 თითი იცით როგორ ეკიდა პაციენტს და ეს 3 თითი რო აგვედგინა. ანუ ეს ქირურგები, მიკროქირურგები, ანუ ჩაერთან იგენაცვლებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ 72 ხო, იმიტომ რომ სულ ეძინა ამ დროის განმავლობაში სულ ეძინა და რომ მორჩა ოპერაცია გავაღვიძეთ და ძალიან კარგად. არ მოშივდა მაინც. არა, სხვათა შორის არ შევდება ყველაფერს ვაძებ. მე მოშიმშილია 72 საათი. ყველაფერს ვაძებ. 5 კილო დაიწყო და არა კარგია. თურმე არ იკლებ ეგრე. კეთი, იქიდან გამომდინარე რომ ექიმებს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, ანუ ეს ყოველთვის ცნობილია. რამე რჩევას ხო არ მისცემდით, ოღონდ პირველ რიგში გვაინტერესებს თქვენ თავისუფალ დროს როგორ ატარებთ, რა არის თქვენი განტვირთვის საშუალება, რამე ჰობი თუ გაქვთ და სხვებსაც ხო არ ურჩევდით, როგორ შეიძლება რომ ცოტა ტვინი დაასვენონ. ზოგადად ექიმს ვერ ვურჩევ მაგას, იმიტომ რომ არც ერთი ექიმი ტვინს არ ასვენებს და ვერც წარმომიდგენი, ანუ მე არასოდეს არ გამომირთავს ტელეფონი, იმიტომ რომ სულ მგონია რომ ვიღაცას უჭირს და ვერ დამიკავშირდება. ეს არის ექიმის შინაგანი, ანუ ამას ეს წარმოუდგენელია. ერთადერთი რაც შემიძლია ვურჩიო უბრალოდ, ანუ რომ მოდუნდეს პირობითად რომ მეტი დროც რო კონდეს, ეგეც წარმოუდგენელია, ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ვერ ვურჩევ, მეც არ მაქვს და ვერც ხას ვერ ურჩევ, იმიტომ რომ ჩართული ხარ. სულ რეკავ პაციენტი როგორ არის, რომ მოდიხარ, რაღაც თუ მე პირადად ზოგადად მირჩევნია დავრჩე თუ არ მომწონს პაციენტი, ან ვიცი რომ მძიმეა, ვიდრე თქვა ტელეფონზე ვიყოს, აზრი მაინც არ აქვს, სახლში მაინც არ ვეკუთვნი ჩემ თავს და შესაბამისად, ანუ და განტვირთვა ზოგადად ეს არის ინდივიდუალური. ეხლა ვიღაცას უყვარს ღვინო, ვიღაცას უყვარს ცეკვა, ვიღაცას უყვარს მუსიკა. ანუ მე მაგალითად იმისთვის განტვირთვა რომ ჩემი საქმით დავიღალე, მე მიყვარს ჩემი საქმე და არასდროს არ ვიღლები. აი ისევე ვიღლები როგორც სახში რო დავიღლები. ხო, ანუ ვერ ვიტყვი ამას. ანუ მაგრამ აი სტრეს რითი იხსნით? სტრეს რითი ვიხსნი? აი ყოფილა აი მაგალითად შეიძლება იყოს რაღაც კრივი. მე ძალიან მიყვარს პირობითად სტრეს ვიხსნი, მე მიყვარს განმარტოვება ჩემთვის. წითელი ღვინო მიყვარს პირადად და ჯაზი. მაგ ჩემი ძალიან დიდი არტოტეკა მაქვს სახში, რომელსაც ვუსმენ ხოლმე და ვიცი რა დროს და რა ხასიათზე რას უნდა მოვუსმინო. აი ეს ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისი. არანაირი ვარჯიში, არანაირი სიარული, გარეთ არანაირი რაღაცა ეს ჯანსაღი ყვება. არა, ჩემთვის არის ჯაზი. ან კლასიკური მუსიკა ვგიჟდები. ზოგადად ჩემთვის ყველაზე მეტი განტვირთვა არის, რა ვიცი, ზოგადად ბავშვობიდან ანუ მქონდა ეს, რომ ანუ მე მაქვს ჩემი რაღაც ძალიან დიდი ტრადიცია, რომ ანუ ოპერის უკან ცხოვრობდი რა, იქ ვარ გაზრდილი და არ არსებობდა არც ბალეტი, არც ოპერა, რომ მე არ წავსულიყავი, ოღონდ დავდიოდი მარტო. არ უნდა წავიდე, იმიტომ რომ ვერ ვიტანდი ვინმე რომ ელაპარაკებოდა
მიყვარს ძალიან რო უსმენ. ჩემი ესეთი ჩასაცმელი მქონდა სპეციალური ლუკი, ასე ვთქვათ, ოპერისთვის ბავშვობიდან, რითიც წავიდოდი, ეს იყო ჩემთვის აი ერთთვიანი განტვირთვა. ანუ მე რომ მივდიოდი, იქიდან მოვდიოდი, აი როგორ იცით, რომ აი მივიღე ყველაფერი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა და ჯაზი და ეხა კლასიკურ მუსიკას სახლში ვერ მოვიწყობ, იმიტომ რომ აი ის მიყვარს გარემო, ოპერის სუნი მიყვარს, იქ რო არის მიყვარს. ამიტომ გადავწყვიტე რომ ჯაზის კუთხე მაქვს ჩემთვის ჩემ სახლში და ანუ ეს ყველაზე მეტად გადასარავი განტვირთვის კეთი როგორც ვიცი, ეხლა უკვე ლექციებს კითხულობ უნივერსიტეტში, რომ მოგვიყვე, როგორი იყო ეს გადაწყვეტილება, ანუ ეხლა დაიწყე, როგორც ვიცი და აი მოგვიყევი ამ ყველაფერზე, მაინტერესებს მართლა. იცით რა, როდესაც ხარისხის დაცვა გადარო, ხარისხი რო დავიცავი, ანუ ასე ვთქვათ პროფესორიო გავხდი, მე როგორ არის რაღაცა ასაკში გინდა რომ აკადემიური მხარე განავითარო, ხო? ანუ რა თქმა უნდა, შენ პროფესიას ვერ ამოწურავ, ეს არარეალურია, მაგრამ გინდა რომ აკადემიური მხარეც განავითარო, იმიტომ რომ ისთვისაც არასდროს არ გეცალა, ყოველთვის იყავი, ვთქვათ, პაციენტის თავთან, რაც ძალიან გიყვარს, მაგრამ რაღაც მომენტში შენ თავს უნდა უთხრა, რომ ანუ მე ეს უნდა გავაკეთო და აი ეს იყო დიდი ბიძგი, როდესაც ეს გავაკეთე, თან იქ სიმულაციური ცენტრი, იცით როგორ არის, ეს არ არის მშრალი ლექცია, რომ მე ვზივარ ბავშვებთან მე რომლებსაც უხსნი იქ მანეკენები ყავს იქ უხსნი ჩვენი აღჭურვილია. სხვადასხვა თქვენი აღჭურვილია, არაჩვეულებრივი, ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა და ანუ შესაბამისად მაინც იგივე საქმეს ვაკეთებ ოღონდ მანეკენთან და მაინც როგორ გითხრათ, აი სულ მოძრაობაში ვარ ახლა, ეს არ არის დუნეთ ლექცია, რომ შემოვიდა ადამიანი და კითხულობს ლექციას, შესაბამისად ჯერჯერობით ძალიან როგორ გითხრათ, მოტივირებული ვარ და ასე დრაივში ვარ. როგორი ახალგაზრდობის ეს ანუ სტუდენტების აი ძალიან საინტერესო არის სტუდენტებთან ურთიერთობა. ჩემი თავი მახსენდება ძალიან ხშირად და ძალიან საინტერესოა სტუდენტებთან ურთიერთობა, რასაც პატარა რო ხარ ვერ გაიგებ ალბათ. აი ზუსტად რაღაცა ასაკში უნდა დაიწყო სტუდენტებთან ურთიერთობა, რაც აი ძალიან გასაზრდოვებს და ჯერ ერთი სტუდენტთან მიდიხარ მომზადებული, ხო? ანუ სტუდენტი შენ ასწავლი, ეს ის კი არ არის რომ ვიღაც მოვიდა კითხვა. ანუ ეს ნიშნავს რომ შენ ამაზე პასუხს ეს უნდა იყოს evidence based, ხო? ანუ რამდენიმე ლიტერატურიდან, ანუ შენ თვითონაც იზრდები, იმიტომ რომ რაღაცა დაგავიწყდა, რაღაცა ახალია, შენ თვითონ ძალიან იზრდები, ეს ერთი და მეორე ძალიან საინტერესო კითხვა აქვს, ხო? ანუ ახალგაზრდაა ჯერ ესეთი. ანუ ახალგაზრდაა და ეს ახალგაზრდა უკვე თავისი როგორ გითხრათ, აი თავისი კითხვები აქვს რაღაც ისეთი, რაც მე არ არის სტანდარტული. არ არის სტანდარტული, საინტერესოა და შენ თვითონ იზრდები, შენ თვითონ და იპოვო ამაში როგორ გაიზარდო და ეს მე დღის ბოლოს ძალიან სასიამოვნო ხდება შენთვის, რომ ანუ თუ რო უპასუხებ ამას, ან სახლში რომ მოდიხარ, მოდი აბა მოვემზადო ეს რა მკითხა, რა საინტერესო კითხვა. შეიძლება ის ვერც მიხვდა რა კითხა, მაგრამ თქვათ ეს და რაღაც ახალგაზრდებთან ურთიერთობა შენც რა თქმა უნდა რაღაცა სხვანაირად ხსნობ თავს, იმიტომ რომ რაღაცა სხვა მუხტია, სხვა სხივია, გიხარია, კარგად რო გიპასუხებენ, რომ გადიან ერთმანეთს გაახარებენ, რაღაც შენიც გახსენდება და რაღაცა კარგად რომ პასუხობენ, აი ძალიან ბედნიერი ვარ მაგ დროს, მინდა რომ დაუწერო უმაღლესი ქულა. კაცრი ხარ? ძალიან. ანუ ზოგადად ძალიან კაცრი ვარ. ზოგადად ძალიან მე ვარ ძალიან პედანტი ადამიანი, ძალიან გამორჩეული ვარ ჩემი ხასიათით, ეს ყველა მიცის. ხო, ეგ უნდა მეკითხა, აი რას გამოარჩევი? ყველა გეტყვით თუ იკითხავთ ქეთი არაბიძეზე, რომ ძალიან ხასიათები, ანუ იმიტომ რომ აქედან რას ეტყოდი თქვენ სტუდენტებს? აქედან ჩემ სტუდენტებს არაფერს არ ვეტყოდი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან. აქედან ჩემ სტუდენტებს მე რა ვასწავლე, იცით, რომ მოდიხართ და მეუბნებით რაღაცას ყოველთვის. ხო იცით რა კითხვასაც დაგისვავთ, რატომ? ანუ ამ რატომ სახლში უპასუხე და ისე მოდი, მე აღარ მექნება შენთან კითხვა და ყველა მოდის მზად. და იციან რომ ეს ტყუილად არ მოხდება, ეხეს მეგობრობა და რაღაცა ეს გამორიცხულია ჩემთან. ეს ყველა მიცის, ეს უკვე კაცრად მაქვს დაყენებული და ყველა სწავლობს სხვათა შორის, ანუ თუ დაანახებ რომ ვერ გამოვა, არა. მაგრამ მე თვითონ ძალიან პედანტი ვარ, ყოველთვის ძალიან ბევრს თხოვ ჩემ თავს და სხვისგანაც ვითხოვ. ანუ ესეთი მომენტი არ არის. ყოფილა შემთხვევა რომ იმას დაურეკავს და იცი რა ჩემი ძმაკაცი შვილია და ან რაღაცა და იქნება რაღაც მიეხმარო. იცით რა არის? შენ დაუწერო. თუ ვერ ბედავი, იმდენად კარგად გიცნობ. იმდენად კარგად ვიცნობენ. ანუ
იმდენად კარგად მიცნობენ, რომ ჩემთან მაგის თხოვნას უბრალოდ აზრი არ აქვს, უბრალოდ თუ დამირეკავენ, რომ აი უბრალოდ მოგვიკითხე. როგორ ახლა? არა, მოგვიკითხე, ხატიას გოგოს ვეთყვი და ხატიას გოგოს უფრო მეც მოთხოვთან. და ვერავინ არ ანუ იცოდეთ რომ აღარ მოიკითხოთ. კი, ანუ ეს მართლა არავინ აღარ მოიკითხოთ. ოღონდ საშიშო მართლა ვასწავლი, იმიტომ რომ ძალიან მინდა ამაში არ ვიცი. ძალიან დიდი ძალა აქვს ამას, რომ ადამიანს мотиваცია მიცე. ძალიან დიდი ძალა. მე ვფიქრობ, რომ სირცხვილია. მე არასოდეს არავისთვის არ დამირეკავს მსგავს საკითხზე და მე მინდა საჯაროდ გამოვაცხადო, რაღაც მომეცა საშუალება, რომ ეს არის სირცხვილი. არ უნდა დავურეკოთ ერთმანეთს ამ საკითხზე, იმიტომ რომ ეს ცუდი საქმე თვითონ იმ სტუდენტისთვის. ნუ წარმოუდგენელი, აღარ არის ეგ დრო. და აი მაგას გავაგრძელებ, ეს კაცრი ვარ, ხაზი რო გავუსვი. 4 შვილი ყავთ. კი, 4 შვილი. აი შვილებთან დამოკიდებულებაში როგორ აისახება თქვენი სიმკაცრე, რა მიდგომა გაქვთ და აი მთავარი დედა აზრი შვილების აღზრდის დროს რა არის თქვენი? თავისუფლება. აი ეგ უნდა მეთქვა. იცით რა, თავისუფლება, მაგრამ მე გეტყვით ეს თავისუფლება როგორ გავიგე რომ მიცე შვილებისთვის. ჩემთვის არის თავისუფლება. იცით რა არის? აი ჩვენ 90-იანების ბავშვებს ქონდა ჩარჩოებში ვიზრდებოდით და ეს ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლების ძალიან დიდი მადლობი, რომ ძალიან ლიბერალი მშობლები მყავს. როცა ბავშვი იყო. ანუ იცით რა არის? ანუ იყო, აი ეს მომენტი იყო. დავდიოდი ცურვაზე, ცეკვაზე, ბალეტზე, იმაზე, ამაზე, გამოვიდოდი ყველას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გელას ქალიშვილი, აბა როგორ შეიძლებოდა, ხო ხდებით? ხო, მაგრამ თან საკუთარი თავის აღმოჩენაში გეხმარება. ეგ ალბათ ცუდი არის, რომ რაღაცა მოგესინჯეთ. ცუდი არ იყო, მაგრამ ნახეთ რაღაცა ჩარჩოებში ვიყავით, ხო? ანუ ამაზე უნდა. რაღაცაზე უნდა გევლო კი. ცეკვაზე. რაღაცაზე არა, ნორმატივი. გიტარაზე მე წინა იმაზე ვთქვი, რომ სამ რეპეტიტორთან დავდიოდი. მაგალითად რომ ატარებდნენ ფორტეპიანოზე, ტიროდი არ მინდოდა მაგალითად დრამი. ტიპი ვიყავი ესეთი, ან მინდოდა დრამი, ბავშვობიდან აქტიური, მაგრამ ვერ ვიტყოდი ხა დრამი და მეც მეხუთე კლასიდან გამოვედი ფორტეპიანოდან, მადლობა დედა. ხო, იმიტომ რომ ეს მე კიდე ნიჭიერთან დავავთავე, მაგრამ ვაი ვაგლახით, ხვდებით? ანუ აი რისი თქმა მინდა. მე მაგალითად როგორ გითხრა, ძალიან ცუდი ნათქვამი გამომდის ეხლა რომ მე ჩემი მშობლების იმაზე ვისწავლე, ვთქვათ რა არ უნდა, ანუ ვთქვათ, მაგრამ მე რაც არ მონებრივია ცუდად. ანუ მე როგორი გზა მაქვს, იცით, ორ რაღაცას ვთხოვ. ორ რაღაცას არ ვთხოვ, ანუ ეს არის წესი. ანუ უნდა ისწავლონ, ანუ არანაირი გამართლება. ცოტა მე ჩემი მინდა. უბრალოდ არ არსებობს არანაირი გამართლება ამისთვის, რომ ვერ ვიმეცადინე, არ არსებობს. ეს იციან და დამთავრებული თემაა და ზრდილობა. ანუ ყოველთვის ანუ ვეუბნები გახსოვდეს ვისი გორის ხარ. მეც არაფერს, ანუ სალამი ნახვამდის, ასე მე არ ვითხოვ რაღაცა დიდ მატერიებს, მაგრამ ნუ არსებობს ხო, ანუ რაღაცა ოჯახში გაზრდილი ბავშვის სინდრომი ხომ და არსებობს, ანუ ვფიქრობ, რომ რაღაც ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, ხო? აი ამ ორ რაღაცას ძალიან მკაცრად ვითხოვ. როდესაც ისვენებენ, ჩემი მშობლებისგან განსხვავებით, თუ გინდა ნახონ. როდესაც ისვენებენ ბავშვები, როდესაც ზაფხულია, როდესაც შაბათკვირაა, მამა. ანუ დაისვენონ, წავიდნენ, ნუ იმეცადინებენ. მიხდით, ანუ ჩემთვის ხო ეს არ არსებობდა. შაბათკვირა რისთვის იყო? უნდა წიგნი გადაგვეშალა და გვეკითხა. ვეუბნებოდი, რომ გართობა მინდა, მაგრამ არა, იმიტომ რომ ნუ აი ეს მომენტი. კეთ შეიძლება განვრცო იქ თემა. აი მაგალ მე ესე მგონია, რომ ძალიან ისეთი გახდა მოდური თქმა, რომ აი შვილებისთვის რა არის მთავარი და ყველა ხშირად დავამბობ თავისუფლება. კი. ხომ არ არის ისე, რომ ერთ-ერთ ადამიანს უსმენდი გამოსვლა იყო პაატა ზაქარიაშვილის მაგალითად, რომელიც საუბრობდა დემოკრატიაზე და ჩვენ გვინდა დემოკრატია და ნუ არა პირდაპირ გაგებით ესე დავარქვათ და მოდი ჩვენ როგორი ესე თქვა დემოკრატები და ლიბერალები ვართ ჩვენ შვილებთან. მოდი აქედან დავიწყოთ. და მე აი და თქვენ თქვით ეგეთი რაღაცა რომ მე ვეუბნები რომ უნდა ისწავლონ. უბრალოდ მე არ მოსულა რომ არ ისწავლონ. ხომ არ არის ასე რომ მე მაგალითად ჩემ შვილებთან ესეო რომ მე მოვუწოდებ და ვუხსნი რატო უნდა ისწავლონ. არა, თავისთავად. თუ არ ისწავლიან იდეაში მე ხარ ეგრე ხომ არ არის უფრო სწორი თითქოს აი რაღაც ესე მინდა. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, ეს ისწავლეს სიმკაცრე ის კი არ არის. რა თქმა უნდა ვეუბნები რომ ეს არის იცით როგორ ვხსნი, აი ვეუბნები მე ხო სამსახურში დავდივარ. მე თუ სამსახურში არ ვიბლი, ჩვენ ვერ ვიყიდით ველოსიპედს. ანუ ძალიან მარტივად აი ესე ვეუბნები რომ ჩვენ ვერ ვიყიდით ველოსიპედს. მაგრამ მე ძალიან მეზარება დღეს წასვლა, იცი? ნეტა რომ დავჩერ რა მოხდება. მოდი ნუ ვიყიდით ველოსიპედს. მოდი ნუ ვიყიდით ველოსიპედს. ხოლმე პური ვიყიდოთ. ხვალ შევა დამეზაროს და
და მხოლოდ ყველი ვიყიდოთ. ანუ მე მოგწონს შენ ესე, მე ხო პასუხისმგებლობა მაქვს შენს წინაშე. მე ნუ ისიც უკვე სხვანაირად ხა აი სწორია ძალიან. და რა არის, ცე მაგათი ბავშვი ხა 11 წლის რომელიც ხა უფროსი დიდია უკვე, მაგრამ 11 წლის რომ კომაროვში დამყავს და ჩემი შვილის კომაროვშია, მეშვიდეში. ხო და ეს უნდა ჩაანო, მოკლედ დიდი ის მქონდა, იმიტომ რომ ოღონდ თან რას ვარჩ ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ერთ რაღაცაზე არ დამყავს. ვატყობ ვის რა უნდა. ანუ არ შეიძლება ყველა ნორმატივი. ერთადერთი რაზეც დამყავს, ეს არის სურვა, რომ უბრალოდ წყალთან რომ უბრალოდ წყალთან დანარჩენი არ უნდა ცეკვა, ნუ ივლის, არ უნდა ფეგუთი, ნუ ანუ არ მაქვს პრობლემა. და მნიშვნელოვანი რაც არის, ან კომაროში არ მინდა გამომიყვანე, იმიტომ რა თქმა უნდა ხა იქ დისციპლინირებული ხო მივხვდი, ხა თან ჩემს შემზე კარგად ვინიცნოთ. მე უთხარ, მეთქი პრობლემა არ არის. შენ დაფიქრდი მეთქი, ეს რა მითხარი? ანუ კარგი მეთქი მე მოველოდი რომ მაგრამ ნუ მე თვითონ მოვიდა და მითხრა რომ ვივლიო ეს ახლა რისფასა დაუჯდა მაგრამ მაგას ვამბობ ანუ არის რაღაცა რაც უნდა შევაგნე ხა თუ ბავშვი იქნება ძილობიანი და თუ იქნება ნაკითხი ის უკვე სწორად იქნება ხო აღზრდილი ანუ რეალურად სწორს აირჩევს სამომავლოდ და დანარჩენს არაფერს არ ვითხოვ აი რაც უნდათ ჩაიცვან ჩვენთან ხო ეგეც პრობლემა იყო მეგობრებო ეს არ ჩაიცვა ეხლა ცივა ეხლა ცხელა ხალხი რა სიტყვის არა რაც უნდათ ჩაიცვან რაც უნდათ გაიკეთონ თმა როგორც უნდა დაივარცხონ ორ რაღაცას ვითხოვ ჭამაზეც კი არ ვეუბნები არაფერს მიუხედავად რომ ძალიან მკაცრი დედა ვარ მაგ ასპექტში ჭამაზეც კი არ გინდა ნუ შეჭამ ორ რაღაცას ვთხოვ რომ იყავი განათლებული და იყავი ძილობიანი ხო შენთვის არა ჩემთვის და რასვისთვის? რა თქმა უნდა. ემოციური ადამიანი ხარ? ძალიან. ხშირად ტირით ხოლმე? კი. ძალიან კარგი. ბლიცე ხოლმე. როდის ტირით ხოლმე? აუ, ფილმის ყურების დროს. ხშირად არა. როგორ ვთქვა? ხა აღარ ჩავეძიე. არა. არა, ფილმის და სტერეოტიპი როა რომ აი მამაკაცმა არ უნდა იტიროს, აი ამას როგორ უყურებთ ეგეც მე. ასისულელი. თუნდაც ფილმის დროს. მე ვფიქრობ, რომ ძლიერი მამაკაცი ყოველთვის ტირის. ანუ ძლიერი მამაკაცი, ნახეთ როგორ გითხრათ, როგორც არის გამონათქვამი, ხო იცით ეს ჩემი მოგონილი არ არის, სუსტი მამაკაცი ქმნის ძლიერ ქალს. ანუ იგივეა, ხო? ანუ მამაკაცი, რომელიც თავის ემოციას არ გადმოსცემს, თავის სისუსტეს, როდესაც არ ამბობს სახში, ოჯახში. აი, ჯერ თქვათ მშობელთან და მე რა თქვათ მეუღლესთან, ხო ხა ეს ხდება განვითარება, იმიტომ რომ მეგობართან უფრო უჭერს მამაკაცი, ხა ეს ჩვეულებრივი ამბავია, მამაკაცი მამაკაცთან ვერ იტირებს, ხო? ანუ მამაკაცს შეუძლია იტიროს ან დედასთან ან მეუღლესთან. იცით რა, მამაკაცი, მამაკაცი სხვა სისუსტეს არაჩვენებს. არა, სისუსტეს არაჩვენებს არა. ნახეთ, ანუ მამაკაცი სხვანაირად არის შექმნილი, ხო? ანუ ქალი სხვანაირად. შესაბამისად, რასაც ჩვენ ქალები ერთმანეთთან დავიცლებით და მივცემთ უფლებას მე თქვენთან, ანუ ის მამაკაცი მამაკაცთან ვერ მიცემს ამას და გასაგებიც რა, ანუ აი აქ უკვე შეიძლება ვთქვა, რომ აქ უკვე სისუსტეა რაღაც მომენტში კაცმა რო კაცთან, მაგრამ მე ვთვლი, რომ ძლიერ მამაკაცს აი ძლიერ მამაკაც შეუძლია ზუსტად ალბათ რომ გამოთქვას რაოდენიც უდათ არის და იტიროს. და არა ის, იმიტომ რომ ის აუცილებლად აგრესიით გამოხატავს მე ამას და აგრესიას, როდესაც გამოხატავ მამაკაცი, იქ უკვე სუსტი ხარ. მაგაში ნამდვილად გეტყვი. კეთი, რა გვაქვს 2025 წლის გეგმები, ანუ რა გაქვს გეგმებში, რამე მიზნები, რაღაცეები. რაღაცა 2024 წელს როგორ შეაფასებდი წინა წელს გავლილს, რა ვისწავლეთ ან რა დავაკეთეთ და ასე შემდეგ. ძალიან კარგად შევაფასებდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში წინადად, ანუ და რაღაცა გავიზარდე ძალიან 2024-ში, ყველანაირად შესაბამისად მადლობელი ვარ ამ წლის. მე ზოგადად ყოველთვის მადლობელი ვარ ღმერთის, როდესაც ოჯახში მაქვს ჯანმრთელობა. დანარჩენს არაფერს არ ვითხოვ, იმიტომ რომ მე მაქვს ორი ხელი, ორი ფეხი და არაფერი პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის. არაფერს არ მეშინია, ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ და ყველას ვაგულიანებ. ერთადერთი ის მეშინია და ღმერთს ვეუბნები, რომ ღმერთო ჯანმრთელობა მოგვეცი. ანუ არ გავანაწილოთ თქვა ღმერთიო, ჩემი შვილები იყვნენ ჯანმრთელები და მეც. რომ ძალა მქონდეს, რომ ეს ყველაფერი ვაკეთო. შესაბამისად, ანუ რა ვიცი, იმიტომ რომ ბევრი იცით რა არის ცვალებადობა თქვა თვითონ სამსახურის ცვლილებებმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. შესაბამისად ამ წლის ძალიან კმაყოფილი ანუ მადლობას ვუხდი. ცვლილებები კარგია ზოგადად. კი, ცვლილებები ყველაფრისთვის კარგია და 25 წლიდან იცით რას ველოდები 2025-ში? ну რა თქმა უნდა ისევ ჯანმრთელობას ვისურვებ, რა თქმა უნდა, სხვა არა თუ პრიორიტეტია მხოლოდ ჯანმრთელობა იყოს.
და იცით რა არის, ფიქრობ რაღაცა ცვლილებებზე ვფიქრობ, მაგრამ აი ჩემ ცხოვრებაში პირველად ყოველთვის გეგმავდი რაღაცა მქონდა ესე სულ თაროზე ჩამოწყობილი, აი ესე ფოლდერებია ჩემ თავში სხვადასხვა ფერისთან. და აი ეს ცხოვრებაში პირველად არის, როდესაც არანაირი ფოლდერი არ არის, ვინ თავისუფლებ თავს. აი რაღაცნაირად ვეუბნები ჩემ თავს, რომ მოდი გაანთავისუფლე ეს თარო და რაც იქნება, ის გადაწყვეტა. გადაწყვეტო. ხო. გადასვლა. ანუ რესტარტი მაქვს 2025-ში. თათა გაბლიცი, ბლიცი. სხვა თუმთა. აუ არ ვიცი, ორივე ძალიან. ორივე ერთად. ანუ არის ეგეთი ადგილებიც. მაინც თა. თა, ძაღლი თუ კატა? ძაღლი, ამაზე პასუხი უკვე ვიცი, მაგრამ მაინც გითხავთ. სიჩუმე თუ მუსიკა? მუსიკა თავისთავად. თბილი ამინდი თუ ცივი? თბილი, მზის ამოსვლა თუ ჩასვლა? ჩასვლა, გართობა თუ დასვენება? გართობა, ნუ თეატრი თუ კინო? თეატრი, სპორტი თუ ხელოვნება? გაჩნია რას გულისხმობთ. სპორტი და ხელოვნება ცოტა ისეთია. სპორტსმენი იქნებოდით თუ ხელოვანი? ვიქნებოდი? ნუ მაშინ ალბათ არ ვიცი, ხელოვნებაში ძალიან ხელოვანი. კი ბატონო. მიუხედავად ისა, რომ სპორტზეც არ ვიტყოდი, უარსპირ დიდი მის მქონდა, ძალიან აქტიური ვარ, მაგრამ ალბათ მაინც ხელოვანი. ვარდი თუ მინდვრის ყვავილი? მინდვრის ყვავილი. საყვარელი ადგილი ქალაქია თუ სოფელი? სოფელი. ერთნიშნულოვნად სოფელი. ქეთი, უღმესი მადლობა. ძალიან მადლობა. საინტერესო იყო შენთან. მე არ მეგონა ესეთი მადლობა. საინტერესო ამბავი თუ გამოვიდება. ნამდვილად, ანესთეზიოლოგიაზე საუბარი.